გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობდანება ებრაული სამყაროს ყოველკვირეულ დადაცემაში i4 News ინგლისურ ენაზე. მე ვარ ემილი ფრენსისი. ყოველ კვირას ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ამბებზე, საკითხებსა და პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოა ებრაული საზოგადოებისათვის აქ, ისრაელში და დიასპორაში, გლობალურ ებრაულ საზოგადოებაში. დავიწყოთ ჩვენი მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან ამ კვირაში. იხილეთ. თავდაპირველად გაეროს პოლიციის სამიწე დასასწრებად ნიუ-იორკში გამგზავრების დაგეგმვის შემდეგ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის იცმა ბენ გვირის ვიზიტი გაუქმდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ბენ გვირმა სავარაუდო ვიზიტი აშშ-ში გაუქმა. მედიის ცნობით მან ადრე პირადი ვიზიტიც გაუქმა, რადგან ისრაელში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრავდებების გამო აშშ-ის ვიზის მიღებაში პრობლემები შეექმნა. რამდენიმე ლიბერალური ებრაული ჯგუფი მის ვიზიტს პროტესტით შეხვდებოდა. ვიკიპედიის რედაქტირებული სტატიის დეზინფორმაციამ გამოიწვია ანტისემიტური შეთქმულების თეორიის გავრცელება სოფლიო თასის არბიტრზე. ფრანსუა ლეტექსიეს, რომელმაც ეგვიპტისა და არგენტინის მატჩი სადავო გადაწყვეტილებები მიიღო ეგვიპტის წინააღმდეგ, ვიკიპედიაში ადრეული ცხოვრების განყოფილება შეცვალეს და სრულად მიუთითეს, რომ ის ებრაელია, რათა მისი მსაჯობის გადაწყვეტილებები დაეგნინებინათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ სოფლიო თასზე, როდესაც მსგავსი უცნაური ბრალდებები გაჟღერდა. ალჟირის ტელევიზიამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ებრაული ლობის წევრია, მას შემდეგ რაც არგენტინამ ალჟირი დაამარცხა. იტალიის პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰოლოკოსტის ეპოქაში წარწმეული ხელოვნებისა და კულტურული ფასეულობების დაბრუნების ოფიციალური პროცესის შექმნას ითვალისწინებს. კანონმდებლობა შეეხება ნამუშევრებს, რომლებიც ჩამოერთვათ ან დაიკარგა ანტისემიტური რასობრივი კანონების შედეგად იტალიური ფაშის პერიოდში 1938-დან 1945 წლამდე. ებრაელი რესტიტუციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ იტალიას დიდი ხანია არ გააჩნია მკაფიო პროცედურები, მიუხედავად იმისა, რომ ხელი მოაწერა საერთაშორისო პრინციპებს ნაცისტების მიერ კონფისკებული ხელოვნების შესახებ. და ბოლოს, ორი ყოფილი ისრაელი მძევალი, საშა ტრუფანოვი და საფირ კოენი, დაქორწინდნენ. ისინი არიან პირველი მძევლები, რომლებმაც თხოვებიდან გათავისუფლების შემდეგ იქორწინეს. ისინი ერთად გაიტაცეს კიბუციდან ოზის მახლობლად და ცალ-ცალკე გაათავისუფლეს. კოენი 55 დღის შემდეგ, ხოლო ტრუფანოვი თითქმის 500 დღის შემდეგ. მათი ემოციური ქორწილი ისრაელში ყოფილი მძევლებისა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის თანდასწრებით გაიმართა, რომელმაც წყვილს ქუპას ქებას ქვეშ დაუცა. ბოლო გამოკითხვები ნათალ სპენს თუ რამდენად გაყოფილები არიან ამერიკელი ებრაელები ისრაელსა და მის მრავალფრონტიან ომებთან დაკავშირებით. AP-ის გამოკითხვის მიხედვით 10-დან 7 ებრაელი ზრდასრული საკუთარ თავს ებრაელად მიიჩნევს, როდესაც მათ რელიგიურ კუთვნილებაზე ეკითხებიან. მეორეს მხრივ, როდესაც საქმე ეხება ომს ღაზაში, ამ 70%-დან მხოლოდ ნახევარი თვლის, რომ ისრაელის მოქმედებები ღაზაში გამართლებულია. და დაახლოებით 25% მათგან, ვინც საკუთარ თავს ებრაელად მიიჩნევს, თვლის, რომ ისრაელმა გენოციდი ჩაიდინა. ეხლა ჩვენთან ერთად იერუსალიმიდან დეტალებზე ისაუბრებს პროფესორი გილ ტროი, უფროსი მკვლევარი JPPI-ში და წიგნის აუცილებელი გზამკვლევი აშშ-ისა და ისრაელის პარტნიორობაზე ავტორი. გამარჯობა და მადლობა, რომ შემოგვიერთდით. სასიამოვნოა თქვენი ნახვა და გვიანებით გიგოცავთ 4 ივლისის დღესასწაულს. დიახ, ზუსტად ასეა. ესე რომ პირველ რიგში გითხარით ამ გამოკითხვების შესახებ, ვგულისხმობ, ისინი ერთმანეთს გავს, მაგრამ მაინც განსხვავდება, თუმცა ყველა ერთსა და იმავეს ეხება, რაც თავს დაგაფიქრებინებს. რამე შეიცვალა 7 ოქტომბრის შემდეგ ებრაელი ამერიკელების დამოკიდებულებაში ისრაელის მიმართ ამ ომში, რაზეც ადრე შეიძლება არც ეფიქრათ. მოდით ორ ძირითად მოვლენაზე ვიფიქროთ. პირველი იყო უზარმაზარი მედია კამპანია, უზარმაზარი სოციალური მედიის კამპანია და უზარმაზარი საერთაშორისო კამპანია ისრაელის წინააღმდეგ, რომელმაც გენოციდის ტერმინი საზოგადოებრივ აზრში მოაქცია. მე ჩავატარე კვლევა 9 თვის განმავლობაში, 7 ოქტომბრის შემდეგ პირველ 9 თვეში. და როდესაც ამერიკამ უხელმძღვანელა მოსულის ბრძოლას ერაყში 9 თვის განმავლობაში, New York Times-მა ეს გააშუქა 80 სტატიით და 10-დან 40,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც სამწუხაროდ დაიღუპნენ გამართლებული ბრძოლის დროს. პირველ 9 თვეში, მას შემდეგ რაც ღაზას კონფლიქტი 7 ოქტომბერს დაიწყო, New York Times-მა გამოაქვეყნა 6646 სტატია. ამიტომ ყველა ამერიკელი, ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში იმყოფება ამ უზარმაზარი მედიის ზეწოლის ქვეშ. ვაუ. ამასთან ერთად, ამერიკელი ებრაელები აღზრდილნი არიან ისე, რომ შეერწყან საზოგადოებას, იყვნენ მისი ნაწილი. და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკელი ებრაელების დიდი ნაწილი პოლიტიკურ სპექტრში მარცხენა მხარესაა, ხოლო მარცხენა მხარეს დღეს ახლა ისეთი ხალხის ჯგუფი ხავს, რომლებიც უკიდურესად ანტისიონისტები არიან, რომ უბრალოდ ემორჩილებიან ამ ზეწოლას.
ასე რომ გამოკითხვები ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგრამ პანიკაში ჩავარდნას არ ვაპირებ, რადგან როგორც ისტორიკოს შემიძლია მოვლენებს გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედო. ვიცი რომ მაგალითად 1989 წელს ამერიკელთა მხოლოდ 45% უჭერდა ისრაელს მხარს, მაგრამ 2 წელიწადში ეს მაჩხენებელი მკვეთრად გაიზარდა სპარსეთის ყურის ომის გამო. ვიცი რომ 7 ოქტომბერს ამერიკელთა 61%-მა არა მხოლოდ ამერიკელმა ებრაელებმა ისრაელს დაუჭირა მხარი და ამერიკელი ებრაელების 80%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ისრაელს. ასე რომ ძალიან რთულ მომენტში ვართ. ჩვენ ასევე გვაქვს დიდი დაძაბულობა, რა თქმა უნდა, ისრაელის მთავრობისა და დონალდ ტრამპის გარშემო. ესე რომ შეიძლება ეს იყოს ერთგვარი იდეალური შტორმი, მაგრამ ვფიქრობ ამას გაუძლებთ. კი, ანუ ამდენი რამ ერთდროულად ხდება. ვგულისხმობ, ოქტომბრის 7-ის შემდეგ იმდენი ცლილება ვნახეთ ადმინისტრაციებში და რა თქმა უნდა ყველა კამპუსის არეულობა და რაც ხდება მონდანისთან, მაგრამ მართალი ხარ, ვფიქრობ საინტერესოა ეს მთელი ასიმილაციის თემა. გულისხმობ, ეს ამერიკელი ებრაელების გამოცდილების ნაწილია საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ვფიქრობ, რაც 7 ოქტომბერმა გააკეთა არის ის, რომ მან გააღვიძა ბევრი ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ ასიმილირებული იყო, რომ კარგად ერგებოდა გარემოს, გააცნობიერა ეს. იცით, მაინც როცა საქმე სერიოზულად დგება, ებრაელების მიმართ ის დამოკიდებულებები ისევ არსებობს. თუნდაც ბევრს ეს მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგ გამოეცადა. მართალია, ესე რომ ანტისემიტიზმი, რომელიც გამოვლინდა, შოკის მომგრელი იყო. ჩვენ გვაქვს ეს ფენომენი, რომ ზოგი ამერიკელი ებრაელი ემიჯნება და ამაზე უფრო ხმამაღლა და აგრესიულად ლაპარაკობს. მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, რომ ასევე იყო ზრდა. იცით, სიმართლე ისაა, რომ ებრაული ისტორია სინამდვილეში ბევრი ისტორია, მაგრამ განსაკუთრებით ებრაული ისტორია უფრო მეტად განისაზღვრებოდა ბირთვით, იმ ადამიანების ჯგუფით, რომლებიც ერთგულები დარჩნენ და ყოველთვის იყვნენ განსხვავებული აზრის მქონეებიც. ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თითქოს მიატოვეს იუდაიზმი, სიონიზმი და ისრაელი. ამიტომ მე მიყვარს ყურადღების გამახვილება იმაზე, რასაც მე პილატესს უწოდებ. მოდით გავაძლიეროთ ბირთვი. ასევე ვისწავლე ჩემი ბიძისგან, ირვისგან, რომელიც იყო ის იყო Mad Men-ის ეპოქის წარმომადგენელი, ის იყო ერთ-ერთი დიდი რეკლამისტი 1950-იან, 60-იან და 70-იან წლებში. და როცა მან 50 წელი იმუშავა სარეკლამო ბიზნესში და შემდეგ პენსიაზე გავიდა, თქვა რომ ერთადერთი რამ, რაც ისწავლა არის ის, რომ ამერიკაში ერთადერთი მუდმივი რამ სულილებაა. და კიდევ ერთი რამ, რაც უნდა დავამატოთ, არის ის, რომ ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მანიაკალური პერიოდის შუაგულში, ნამდვილი ანტისიონისტური მანიის და ამასაც დიდი გავლენა აქვს. თუ ბოლო 6-7 წელს გაიხსენებთ, ჩვენ ერთგვარი მანია ქონდა. შეიძლება დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ, მაგრამ ქონდა მანიაკალური პერიოდი ჯორჯ ფლოიდსა და რასიზმზე. ქონდა მანიაკალური პერიოდი Me Too მოძრაობაზე. ქონდა მანიაკალური პერიოდი ტრანს თემაზე. ქონდა მანიაკალური პერიოდი. არის მომენტები, როცა მედია და განსაკუთრებით სოციალური მედია ყველაფერს აძლიერებს. და კიდევ ერთხელ, შეიძლება ერთ მხარეს იყოთ, ან მეორე მხარეს ამ საკითხში. ამაზე არ ვსაუბრობ, არამედ იმაზე ვსაუბრობ, როცა არსებობს განსაკუთრებით პატარა, მაგრამ ერთგული უმცირესობა, რომელიც თავის დღის წესრიგს აჩენს და ეს რაღაც მომენტში ხდება მასობრივი. ასე რომ ამ ასპექტსაც უნდა გავუძლოთ. კი, სორია. და იცი, მოდი გადავიდეთ უფრო ლოკალურ ნიუ-იორკულ თემებზე. და ჩვენ ვიცით, იცი, მთელი ეს დრამა, რაც ხდება მამდანის გარშემო და შემდეგ ეს შუალედური არჩევნები, სადაც მის მიერ მხარდაჭერილი ბევრი კანდიდატი კონგრესის პრაიმერის რბოლაში მონაწილეობს, რაც კვლავ შეცვლის სიტუაციას. მაგრამ ერთი საინტერესო რამ არის ის, იცი, რომ პოლიტიკურად რო შევხედოთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკელი ებრაელები უფრო მეტად უჭერენ მხარს, ან უფრო პოპულარულს ხდიან მამდანის ვიდრე ნეტსა და ნეთანიაჰუს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს ებრაელებად მიიჩნევენ და ისრაელი ადარდებთ. ეს ძალიან ოქსიმორონივით ჟვერს. ეს რომ კიდევ ერთხელ ეს ერთის მხრივ იდენტობის დაბნეულობის მომენტია. ასევე ადგილი აქვს დემონიზაციასაც. არსებობს შესანიშნავი წიგნი 1972 წლიდან ამგვარი მანიების შესახებ და ის დაწერილია სტენლი კოენის მიერ სახელწოდებით მორალური პანიკები და ხალხური ეშმაკები. ისრაელი და განსაკუთრებით ბიბი ხალხურ ეშმაკად იქცა. ნეთანიაჰუ ხალხურ ეშმაკად იქცა ისრაელის მხარდამჭერებშიც კი, იმ ადამიანებშიც კი, ვინც საკუთარ თავს სიონისტებს უწოდებს. ამავე დროს მამდანის გარშემო რაღაცნაირი იცით შარავანდედია. ამიტომ კიდევ ერთხელ გასაკვირი არ არის რომ ამას ხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს შემაშფოთებელია. მყავს დემოკრატი კონგრესმენი მეგობარი შუა დასავლეთიდან უბრალოდ ესე ვიტყვი, რომელიც ამბობს, მაგრამ არ დაგავიწყეს, მანჰეტენი კუნძულია. და უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ მეორე დღეს, მას შემდეგ რაც სამი მამდანის მეგობარი, სამი კონგრესის კანდიდატი ნიუ-იორკში გაიმარჯვა, რესპუბლიკური კონგრესის კომიტეტმა ჰაკიმ ჯეფრის ყვავილები და სამძიმრის ბარათი გაუგზავნა. და მათ თქვეს, პირველ რიგში ვწუხართ თქვენი დანაკარგისთვის, მაგრამ ასევე დიდი მადლობა, რომ ჩვენი ცხოვრება გაამარტივეთ. ამჟამად დემოკრატიულ პარტიაში მცირე სამოქალაქო ომს ვხედავთ. არსებობს დიდი გაბრაზება აშკარად ტრამპის წინააღმდეგ და ტრამპი ერთგვარი გამაერთიანებელია, მაგრამ ეს ფარავს ღრმა დაყოფებს უკიდურეს მარცხენასა და პარტიის დანარჩენ ნაწილს შორის, რომელიც არავის ინდობს, აქვს თვითმკვლელური პაციფიზმი, არის ანტიპოლიცია, ანტი-აის, ანტი-ტრამპი და ანტი-ისრაელი. და ისინი ამას იყენებენ იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ პარტიის დანარჩენ ნაწილზე, რომელიც ტრამპის წინააღმდეგია, მაგრამ არა ასე აგრესიულად.
და როგორ დააბალანსებ ამას? კი, ეს არის ისრაელში პარტიები შიგნითაც კი საკმარისი პარტიებია, მაგრამ კი, თითოეულ მათგანში ბევრი ნიუანსია. სამწუხარო დრო აღარ გვაქვს, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო იყო. გილ ტროი, დიდი მადლობა და ყველას გთხოვთ აუცილებლად გადახედოთ მის ელექტრონულ წიგნს სასიცოცხლო გზამკვლევი აშშ-ისა და ისრაელის პარტნიორობაზე. კიდევ ერთხელ მადლობა. დღეს გისურვებთ. ისრაელის მთავრობამ ამერიკელი ებრაული ლიდერებთან შეხვედრისას შეთანხმდა, რომ დაგეგმავს 59 მილიონი დოლარის გამოყოფას დიასპორაში ებრაული განათლების გასაძლიერებლად. მაგრამ არის თუ არა ისრაელის მთავრობის ჩარევა დიასპორაში, კარგი რამ თუ უარყოფითი შედეგი აქვს. IO4 News-ის ინგლისური სამსახურის უფროსი კორესპონდენტი ნოა ალტერმანი მოგვითხრობს ამ ამბავს. ისრაელის მთავრობამ ამ კვირაში ერთმანეთს დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც 200 მილიონი შეკელი, ანუ დაახლოებით 67 მილიონი აშშ დოლარი გადაეგზავნება ებრაულ თემებში შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ძირითადად ამ თემებში ებრაული განათლების დასახმარებლად. პროექტი განკუთვნილია როგორც პარტნიორობა მთავრობისა და ჩრდილოეთ ამერიკის ებრაული ფედერაციების გაერთიანებისთვის, რომელიც მუშაობს ებრაულ თემებთან ასობით ქალაქსა და დასახლებაში შეერთებულ შტატებსა და კანადაში. აბა რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს ეს გეგმა? ძირითადად ეს მარტივი, მაგრამ დამაბნეველი პრობლემაა. ებრაული დღის სკოლების, კერძო სკოლების ღირებულება, სადაც ამერიკელი ან კანადელი ებრანადელი ებრაული ოჯახები აგზავნიან თავიანთ შვილებს, რომ მიიღონ კერძო ებრაული განათლება, მაგრამ სკოლები იმდენად ძვირი გახდა, რომ ბევრისთვის ისინი იმაზე ძვირად მიიჩნევა, ვიდრე ამერიკელ ებრაულ ოჯახებს ხშირ შემთხვევაში კონფევაში შეუძლიათ გადაიხადონ და ეს პროგრამა სავარაუდოდ მიზნად ისახავს სწავლის საფასურის შემცირებას და მათ სუბსიდირებას. მაგრამ სხვა საკითხებიც არსებობს, რომლებიც უნდა მოგვარდეს. სკოლებში სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის პირობების შექმნა. ასევე განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის პილოტური პროგრამის საშუალებით, რომელიც ბავშვების მიერ მიღებული განათლების ციფრული კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რომელსაც ბავშვები იღებენ. ეს რომ ამ ნაბიჯის მხარდასაჭერადაც და წინააღმდეგაც არგუმენტები არსებობს. და რაც შეეხება ამ ნაბიჯის მხარდამჭერ არგუმენტს, ეს აძლიერებს პარტნიორობას ისრაელსა და ებრაულ დიასპორას შორის, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, სადაც დიასპორის ებრაელების 80% ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც დიასპორის ებრაელები თავდასხმის ქვეშ არიან, როდესაც მათი კავშირი ისრაელთან თავდასხმის ქვეშაა, ებრაული განათლება არა მხოლოდ ასიმილაციის ხანგრძლივ პრობლემას გადაჭრის, არამედ მზარდ ანტისემიტიზმსაც. და ეს ფული დაეხმარება პარტნიორობის გაძლიერებას ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის არგუმენტი ამისთვის. რაც შეეხება საწინააღმდეგო არგუმენტს, JNN-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ეს საკითხი დააყენა. რატო უნდა დააფინანსოს ისრაელის გადასახადის გადამხდელმა, მათ შორის მუშათა კლასის წარმომავლობისა და მუშათა კლასის თემების ისრაელის გადამხდელებმა, კერძო სკოლის სწავლის საფასური? მრავალჯერ უფრო შეძლებული ამერიკელი ებრაული ოჯახებისთვის. რატო არის, რომ ამერიკელმა ებრაელებმა ან კანადელმა ებრაელებმა თავიანთ თემებში და საკუთარი სახსრებით რატო ვერ გადაჭრეს ეს პრობლემა ისრაელის გადასახადის გადამხდელის ჩართვის გარეშე? როგორც არ უნდა იყოს, ისრაელის მთავრობამ ეს უკვე დაამტკიცა, ასე რომ მზად არის მოქმედებისთვის. პარტნიორობა ისრაელის სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ ამერიკის ებრაული ფედერაციების გაერთიანებას შორის. ისრაელს ახლა ჰყავს ახალი საამაყო მის სამყაროს კონკურსანტი მსოფლიო არენაზე. 25 წლის დანიელა იაბლონსკა, რომელიც მაიამიში გაიზარდა ისრაელელი მამით და პატარა ასაკიდანვე ის ეწევა ებრაულ და ისრაელის მხარდამჭერ საქმიანობას. ასევე არის ხელოვანი, ლამაზი და ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ძალიან მაღალია, ძალიან მაღალი. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სტუდიაში ხარ. კეთილი იყო ჩემი მობრძანება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყველაფერი გაქვს. ესეც და სიმაღლეც. და სიმაღლე. დიახ, ყველა ისრაელ კაცზე მაღალი ვარ. არა, ეს არ ამარტივებს არაფერს. თუ კალათბურთელს არ შეხვდები, დავწუხრდებოდი ჩემი ქალიშვილებისთვის. ხო, არა უშავს. ჰეი, კარგია იყო სპორტსმენი. მოდი, ჯერ ამიხსენი, ანუ მაიამიში გაიზარდე და ვიცი, რომ შენი მამა ისრაელელია, ასე რომ აშკარად ორივე მხრიდან საუკეთესო გერგო. ეს ძალიან ადრე ჩაგინერგეს. იმიტომ რომ ბავშვობიდანვე მონაწილეობდი Stand With Us-ში და ძალიან პატარა ასაკიდანვე ებრაულ და ისრაელის მხარდასაჭერ საქმეში აქტიურობდი. საიდან მოდის ეს? დედა ჩემი ყოველთვის ცდილობდა ესწავლებინანა ჩემთვის, საიდან მოვდივარ. მისი დედა ჰოლოკოსტის გადარჩენილი იყო. და მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ბაბუაც, ჩემი საბამ ისრაელში ასევე გადარჩენილი იყო აუშვიციდან. და ჩემი საუთა გადაურჩა ლიბიიდან გამოწევებას. ასე რომ ყოველთვის ვიცოდი ჩემი ისტორია დორია და ჩემო მშობლებმა ეს ღრმად ჩამინერგეს. ამიტომ ყოველთვის ძალიან ვამაყობდი ამით. და ყოველთვის ფიქრობდი ჩემთვის რა გამიმართლა, რომ ებრაელი ვარ. მინდა რაც შეიძლება მეტად ვიყო ებრაელი. ამიტომ ყოველთვის მქონდა ეს სიყვარული ისრაელის მიმართ.
მაშინაც კი ძალიან რთულია ახსნა, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა ის. ხალხს ვეუბნებოდი, რომ ისრაელში დავიბადე, რადგან მინდოდა ძალიან ეგზოტიკურად გამომეჩინა თავი. ხო, ზუსტად ესეა, მაშინ ეგზოტიკური იყო. ეხლა იცი, ეხლა ყველაფერი ბევრად სხვანაირად იქნებოდა სამწუხაროდ. თუნდაც შენ სასაკში ბოლო რამდენიმე წელიწადში იმდენი რამ შეიცვალა. აბა როგორ მოხდი საერთოდ სილამაზის კონკურსების სამყაროში, იმიტომ რომ აშკარად გონებაც გაქვს და დარწმუნებული ვარ სპორტული მონაცემების და ყველაფერი ეს. რა იყო მიზეზი, რომ ამ მიმართულებითაც სახვედი? სასაცილოა, მაგრამ პაჟანტრია არასდროს იყო ჩემს გეგმებში. არ ვიცოდი, არ მქონდა წარმოდგენა. მოდელობა იყო პირველი. როცა 15 წლის ვიყავი, ყოველთვის ყველაზე მაღალი ვიყავი. ასე რომ 10 წელი მოდელობდი და ძალიან მიყვარდა ეს საქმე. პაჟანტრია არ წარმომედგინა, მაგრამ როცა სოციალურ ქსელში შესაძლებლობა დავინახე, რადგან მაიამიში მცხოვრებმა ისრაელოვმა ბიჭმა პაჟანტი იყიდა და ამის შემდეგ შეგვეძლო მისი დაბრუნება 7 ოქტომბრის შემდეგ, ვთქვი, ეს უნდა გავაკეთო. ეს ძალიან მაგარია. ვუყურე ფილმს მის კონგენიალობა და მივიღე მონაწილეობა მის ისრაელის კონკურსში. ეს არის გიჟური ისტორია. ვაუ! ხო, ისრაელში 1 წლის ცხოვრების შემდეგ დავბრუნდი. მივიღე მონაწილეობა მის ისრაელში და პირველი ვიცე-მისის ტიტული მოვიპოვე. მეორე ადგილი მის ისრაელში. ეხლა რას ელოდები პუერტო-რიკოს დიდ კონკურსზე? ვგულისხმობ, ეს ბევრად უფრო დიდი სცენაა და საჭიროა მე მთელი დღე ტელევიზიაში შემიძლია მუშაობა, მაგრამ მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მოდელებთან ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია და შენსავით არასდროს გამიყვანს ვინმე სცენაზე, რომ რაღაცები გავაკეთო და ასე. ალბათ, უნდა იყოს. საშიში. საშიში. ხო, ნამდვილად საშიშია. მაგრამ უცნაურია სიძულვილს ველოდები. მართლა ველოდები სიძულვილს თავისუფალი პალესტინის მხარდამჭერი ხალხისგან. სიძულვილს ველოდები ყველა მხრიდან ანტისემიტიზმისა და ანტისიონიზმის ჩათვლით. მაგრამ ის სიყვარული და მხარდაჭერა, რაც შიგნიდან მივიღე, მომაგონა პირველი ევროვიზია 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ედენ გოლანი როგორც მთელი ქვეყანა მის გარშემო გაერთიანდა, ეს ჩემთვის ახალი შთაგონება იყო. ის როგორც მან თავი დაეჭირა, როგორც მან ჩვენი ქვეყანა წარმოადგინა, მინდა რომ მეც რაღაც ფორმით ასე მოვიქცე. შემიძლია განსაკუთრებით იმ აუდიტორიით, რაც ისრაელის გარეთ მაქვს, რომ ხალხს ნამდვილად ვაჩვენო ისრაელი და ვაჩვენო სილამაზე, მრავალფეროვნება, ეს ყველაფერი. ეს უბრალოდ კიდევ ერთი პლატფორმაა. ჩემთვის ეს ლათინური ევროვიზია. იმიტომ რომ ლათინო ამერიკელებს ეს კონკურსი ძალიან უყვართ. ეს ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა. დიახ, ეს მართალია. ზუსტად ესეა. ეს არის პლატფორმა, რომლითაც მის სამყაროზე მივედით. ატლანტაში რამდენიმე წლის წინ. მე ეს გავაშუქე, საოცარი იყო. ზუსტად ესეა. მათთვის სილამაზის კონკურსები მთელი ცხოვრების ნაწილია. მახსოვს, მართალი ხარ, სამხრეთ ამერიკელები და ცენტრალური ამერიკელები ძალიან ნებიანები არიან. ჩვენთვის ეს ისეთივე დიდია, როგორც ევროვიზია ევროპისთვის. ზუსტად ესეა. ჩვენ ისრაელელები დიდ შესაძლებლობას ვკარგავთ ჩვენი პიარის მხრივ, რომ წარმოვადგინოთ თავი, დავესწროთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ნარატივს, იქ ყოფნით და საკუთარი თავის დარდგენით. კი, და ძლიერი და ამაკე ყოფნა. ეს კიდევ ერთი რამეა. ეს მხოლოდ სცენაზე ყოფნა არ არის. გულისხმობ, ყველას აქვს რაღაც, რაც იქამდე უნდა მიიყვანოს. მაგალითად, უნივერსიტეტში ჩაბარება. გულისხმობ, ცხადია, შენ მხოლოდ ლამაზი სახე არ ხარ. და დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერს ითვალისწინებენ, როცა ბოლომდე მისვლაზეა საუბარი. აბსოლუტურად. ძალიან მადლიერი ვარ. შაშანდელის შემდეგ ვიცვიცადი რომ ეს მინდოდა და ძალიან დამწდა გული რომ მეორე ადგილზე გავედი. მაგრამ თითქოს ღვთის ჩარევა იყო. ესე რომ იქნება ღმერთი იყო, იქნება ღმერთმა მითხრა, 1 წელი მოიცადე, მთელი წელი ისრაელში გაატარე. ისრაელში გადასვლის პროცესი დაასრულე, დასახლდი, დაიწყე სინაგოგაში სიარული. და ეხლა მოვიდა. ეს არის 75 წლის თავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვაუ. ასე რომ, ესეც კი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, როცა კონკურენციასთან გაქვს საქმე, განსაკუთრებით ქალებთან, ეს კამათისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაივლის. ესე რომ, შაშანდელმა გამარჯვებულმა, რომელიც 2 ვადის შეზღუდვების მომხრეა, თითქოს ეჭქვეშ დააყენა წესების სისწორე. საიდან წამოვიდა ეს? არ ვიცი და ძალიან წინს, მართლაც წინს, რომ შიგნით ამდენი დაპირისპირებაა. მართლა მინდა რომ ქალები გავაძლიერო და არ მინდა უარყოფითზე გავამახვილო ყურადღება. იმდენი მივიღე, იმდენი მხარდაჭერა, რაც არასდროს წარმომედგინა. სიტყვები არ მყოფნის იმ ქალთა ენერგიის აღსაწერად, რომელიც აქ ისრაელში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ქალებმა შემომავლეს. ის გზავნილები, რასაც ვიღებ, მეუბნება, რომ ნებისმიერი სიძულვილი, ნებისმიერი ცილისწამება არაფერს ნიშნავს, რადგან ასეთი ძლიერი ქალების ენერგია მიდგა ზურგს უკან. და სწორედ ასე უნდა იყოს. აბსოლუტურად. ასე უნდა იყოს, ერთმანეთის მხარდაჭერა. აბსოლუტურად. როცა ერთმანეთს ვებრძვით, ეს მხოლოდ ისრაელს უტოვებს ცუდ სახელს. ვეთანხმები თქვენ. კარგი, მადლობა. დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით. დიახ, ნოემბერში შევხვდებით. და წარმატებებს გისურვებთ ნოემბერში. კვლავ ჩაგთავთ ეთერში. მადლობა. რთული იქნება. ვაუ.
დიახ, მაგრამ გპირდებით რომ შევიტან ჩემს წვრილს. გპირდებით რომ ისრაელის ხალხს წარმოვადგენ. მოდით გავიმარჯვოთ და დაუბრუნდეთ. სტუდიაში დაუბრუნდეთ. თქვენი ოფიციალური გვირგვინით. გმადლობთ. 22 მაკაბიადის თამაშები სრული ძალით მიმდინარეობს, სადაც როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები უყურებენ ყველა ასაკის საუკეთესო ებრაელ სპორტსმენებს, რომლებიც 40-ზე მეტ სპორტში მონაწილეობენ. 8000 სპორტსმენი 40-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. ყველაზე დიდი დელეგაციები კი შორეული ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ. არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა და რა თქმა უნდა, აშეთეშიქო, სადაც 900 სპორტსმენია, მათ შორის ჩვენი შემდეგი სტუმარი. თხოვთ მიესალმოთ მაია გრინბერგს, რომელიც 17 წლამდე ასაკის ახალდაზრდულ საფეხბურთო შეჯიბრებაში მონაწილეობს და ასევე ლოს-ანჯელესიდანაა. მოგესალმებით და მადლობა რომ აქ ხართ, გილოცავთ. მადლობა. მადლობა რომ მიმიღეთ. მინდა რომ შენს გამოცდილებაზე ვისაუბრო, მაგრამ შენი წარსული ძალიან საინტერესოა. 17 წლის ხარ, სერიოზულად და ინტენსიურად თამაშობ ფეხბურთს. შენ თავდამსხმელი ხარ, კლუბურ გუნდებში და სკოლაში თამაშობ. ეს შენი ცხოვრება იყო ბავშვობიდანვე. ყოველთვის იცოდი, რომ ესეთი პოტენციალი ქონდა და ასე შორს წახვიდოდი. დიახ, ამ სპორტს ვეწევი ალბათ 5 წლიდან, მას შემდეგ რაც მამამ სპორტში ჩამრთო, მე სხვა სპორტებით ვცადე, მაგრამ ყოველთვის ისევ ფეხბურთს უბრუნდებოდი. ასე რომ ეს ნამდვილად ჩემი გატაცებაა და ყოველთვის ვცდილობდი ყველაზე კონკურენტულ დონეზე ასვლას. ძალიან მიყვარს ეს გამოცდილება, რაც აქამდე მივიღე. დიახ, ასევე ვიცი, არ ვიცი სხვა შტატებში როგორაა, მაგრამ იცით, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტი არ არის ამერიკაში, გოგონებისთვის კი ნამდვილად ასეა. დიახ, გოგონებისთვის ფეხბურთში ძალიან კარგი ორგანიზებული სისტემა არსებობს. მაშ, შენ ქონდა ნიჭი და სურვილი, რომ ესე შორს წასულიყავი. თუ ეს უბრალოდ ის იყო, რითიც დაიბადე და ყველა მწვრთნელი გეუბნებოდა, გააგრძელე. გონია რომ ბევრი სირცულის გადალახვა მომიწია, რომ აქამდე მოვსულიყავი. და ვფიქრობ ეს უნდა გამევლო, რომ ძალიან კონკურენტულ დონეზე აღმოჩენილიყავი. მაგრამ დიახ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გქონდეს мотиваცია და ვნება, რომ ითამაშო ეს სპორტი, რადგან ამ სპორტში ძალიან ბევრი გოგო ცდილობს მოხვედრას. ესე რომ ბევრ სხვადასხვა ადამიანს ეჯიბრები, სხვადასხვა წარმომავლობისა და სხვადასხვა ქვეყნიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს ეს განსაკუთრებული ვნება, რომ მიაღწიო ყველაზე კონკურენტულ დონეს. ეხლა აქ ყოფნა ძალიან ამაღელვებელია. გახსნის ცერემონიაზე თქვენთან ერთად ვიყავი. შენი გუნდის წევრები როგორია ეს? ალბათ ძალიან უცნაურია, არა? ოლიმპიადაზე მაინც ერთად ვარჯიშობთ, მაგრამ აქ უბრალოდ სხვა ნიჭიერ ახალგაზრდა ქალებთან ერთად აღმოჩნდები და ცდილობ გუნდი იყო, როცა ერთმანეთი კარგად არ გეცნობათ. ხო. მართალია, შეიძლება მხოლოდ ერთი კვირის წინ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ძალიან კარგად შევეწყვეტ. ვისწავლეთ, როგორ შეგვექმნა კარგი ურთიერთგაგება ერთმანეთთან, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოედნის გარეთაც ყველა უკავშირდებით ერთმანეთს. ეს თამაშს ცოტათი ამარტივებს. და ვფიქრობ, თამაშების მიმდინარეობისას ვისწავლეთ, როგორ გქონოდა საუკეთესო გუნდური მუშაობა და როგორ დარწმუნებულიყავით, რომ ყველა ჩართულია ყველაფერში და ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთს. და ჩვენთვის ეს უბრალოდ საუკეთესო გამოცდილებაა. დიახ, ამის შემდეგ სამუდამო მეგობრები ვიქნებით, ამას ეჭვი არ ეპარება. მოგვიხევით, როგორ მიდის ყველაფერი? ეს საოცარი გამოცდილებაა. 2 წლის წინ ლიბანის მაკაბის თამაშებშიც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ რადგან წელს ისრაელში ტარდება, ეს ყველაფერი 10-ჯერ უკეთესია. ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები სხვადასხვა გარემოდან. თამაშები მართლაც სახალისოა და ძალიან კონკურენტული. ყველა გულშემატკივრობს. ეს მართლაც საოცარი გამოცდილებაა, რომ გავიცნო ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან და დაუახლოვდე ჩემს გუნდში მყოფ გოგონებს. დიახ. ცხადია, ბევრი რამ შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, მაგალითად ტურნირთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ხარ შენი თამაშით, გაიტანე გოლები? დიახ, რამდენიმე ასისტი გავაკეთე, ძალიან ახლოს ვიყავი გოლის გატანასთან, მაგრამ ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ თამაშში გოლს გავიტან. და უბრალოდ ძალიან კარგი გუნდური მუშაობა გვაქვს, ასე რომ ვფიქრობ, მალე მოვახერხებ. და უბრალოდ ძალიან კარგად ვთამაშობთ. და იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ ამ უნარის დონეს და მორალს, რომ ფინალამდე მივიდეთ. ასევე ვიცი, რომ ეს ახალია, რომ ეხლა უმცროსებსაც აძლევენ საშუალებას, უფრო პატარა ასაკის ბავშვებსაც, მაგრამ აგვიხსენი, რამდენად პერსპექტიულია ეს ყველაფერი, როცა სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობენ. მასტერსის კატეგორია ღია, 55 წელზე უფროსი ადამიანებისთვისაც. ვიცი, რომ გუნდში 87 წლიანი ატლეტიც არის, მაგრამ შემდეგი თაობისთვის, ვიცი ალბათ შენც ოცნებობ ოლიმპიადაზე და სხვა დიდ შეჯიბრებებზე. გონია, რომ ებრაელ ქალებს ნამდვილად აქვთ პერსპექტივა, რომ წარმატებული პროფესიული კარიერა გქონდეთ. დიახ, ამ გამოცდილებით ნამდვილად ნახე ძალიან ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი, რომლებიც ებრაელები არიან. და ვფიქრობ, რომ ამით ჩვენ ნამდვილად ვქნით საფუძველს,
რომ სპორტულ ოლიმპიურ სამყაროში უფრო თვალსაჩინოები გავხდეთ. და ვფიქრობ, იმ ნიჭით, რაც აქ გვაქვს, ნამდვილად შეგვიძლია ოლიმპიადაზე გავიდეთ. ღმერთო, ეს საოცარი იქნებოდა. ეხლა პირად დონეზე შენ დახტი სხვა ახალგაზრდა ქალების მხარდამჭერი. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზეწოლა, მე არის აკადემიური ზეწოლა, სოციალური მედია, წონისა და გარეგნობის ზეწოლა და ეს და ის. მოგვიყევი შენი გამოცდილება და ჯანმრთელობის გამოწვევებზე, რადგან შენ ძალიან ბევრ კალორიას წვავ და მუდმივად ფორმაში უნდა იყო. რა მოხდა და როგორ იმედოვნებ, რომ სხვა ქალებს შთააგონებ? ხო, საბოლოოდ დამისვეს დიაგნოზი RED-S, რაც სპორტში ენერგიის შედარებით დეფიციტს ნიშნავს. ეს მაშინ ხდება, როცა უნებლიეთ არიცი, რომ ბაცილებით მეტ კალორიას წვავ, ვიდრე გეგმავდი. ასე რომ ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში სპორტით ვწვავდი ძალიან ბევრ კალორიას. და უბრალოდ ვერ ხვდებოდი, რამდენად ბევრი ენერგია მჭირდებოდა იმისთვის, რომ ამდენ აქტივობას გამკლავებოდი. ამის გამო ემი გულისცემა 30-მდე დაეცა. ესეც კი არ ვიცოდი. უბრალოდ იმიტომ, რომ ერთხელ ექიმთან წავედი, არც კი ვიცოდი, რომ სიმპტომები მქონდა. და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ წავედი, მაშინვე საავადმყოფოში გადამიყვანეს. 2 კვირა საწოლში უნდა ვწოვლილიყავი. და არც კი ვიცოდი, რომ ამდენი წონა მქონდა დაკლებული. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემს შედეგებზე და ასე დიდხანს საწოლში ყოფნა ნამდვილად ფიზიკურადაც და მენტალურადაც ძალიან დამღლელი იყო. 6 თვის განმავლობაში სპორტით ვერ ვკავდებოდი. ვაუ! ეხლა როცა ვხედავ რაც დამემართა, ნამდვილად არ მინდა ეს სხვა გოგოსაც დაემართოს. აბა რა რჩევას მისცემდი? ანუ ყველას არ დაემართება ავადმყოფობა, მაგრამ აშკარაა, რომ ზოგჯერ უბრალოდ გავიცლება საკუთარი ჯანმრთელობა, როცა დაკავებული ხარ შენი ცხოვრობრებით. და მერე კიდე წონის პრობლემაზეც ღელავ, თან როცა სპორტსმენი ხარ. მე გირჩევდი მოусმინო სანდო დიეტოლოგებს და ნუტრიციოლოგებს. ინტერნეტში გავრცელებულ მითებს ნუ დაუჯერებ. ბევრი მათგანი ძალიან ყალბია და თუნდაც მართალი იყოს, შეიძლება შენთვის მაინც არ იყოს სწორი, რადგან ყველა სხეული განსხვავებულია. ასე რომ ვაუ, ნამდვილად ბევრი საქმე გაქვს და ჩვენ კლავ გულშემატკივრობთ აშშშ-ს გუნდს. რა თქმა უნდა, ყველა გამარჯვებულია, მაგრამ მე პირადად განსაკუთრებული ინტერესი მაქვს აშშ-ს გუნდის მიმართ. დიდი მადლობა მოსვლისთვის და წარმატებებს გისურვებ. და ამით დასრულდა ებრაული სამყაროს კვირეულის ამ კვირის ეპიზოდი. ეწვევთ ჩვენს IoT4 News ინგლისურ YouTube არხს, ჩვენს ვებგვერდს. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენს სოციალურ მედია პლატფორმაზე შეგიძლიათ იხილოთ ეს და სხვა ეპიზოდები და კონკრეტული სეგმენტები. მე ვარ ემილი ფრენსისი, დიდი მადლობა ყურებისთვის და შალომი თელ-ავივიდან.